ყოველ წელს ვატარებთ სპორტის ადმინისტრატორების სემინარებს. ამ სემინარებში მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის ფედერაციების წარმომადგენლები, მწვრთნელები, კლუბების ხელმძღვანელები. მნიშვნელოვანია იმით, რომ კიდევ და კიდევ აიმაღლებენ კვალიფიკაციას ჩვენი სპორტის ხელმძღვანელები. აქ თემა იქნება ასეთი ოლიმპიზმზე, ოლიმპიური მოძრაობაზე, სხვადასხვა ახალ ინოვაციებზე. ახლა გამოვიდა ოლიმპიური მოძრაობის ახალი წიგნი, რომელიც თარგმნეს ჩვენმა ოლიმპიურ კომიტეტმა და აი თემებზე იქნება ესენი სასწავლო პროცესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის როგორ მართონ. ასე რომ მთლიანობაში ძალზე მნიშვნელოვანია ეს პროექტი. მე მადლობა მინდა უთხრა სამინისტროს ამ მხარდაჭერისათვის, ჩვენ აფხაზეთის მთავრობას და რა თქმა უნდა ბატონო ლელის მხარდაჭერით ესეთ მრავალ ღონისძიებებს ვახორციელებთ. ოლიმპიური აკადემია, რომელიც კიდევ მხარში გვიდგას, ასე რომ დევნილობაში ჩვენი სპორტი აგრძელებს თავის საქმიანობას და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ პროფესიონალურ დონეზე აიწვიოს თამაში ჩვენი სპორტის მესვეურების. ეს არის საერთაშორისო პროგრამა და ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის დახმარებით. სოლიდარობის პროგრამიდან არის მომდინარეობს ეს პროგრამა ხორციელდება უკვე რამდენიმე წელიწადია და ეხება სპორტის ადმინისტრატორებს, მწვრთნელებს, ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლებს. ამ სემინარის და ამ კურსების საშუალებით ჩვენ ვახდენთ ოლიმპიური მოძრაობის, ოლიმპიური სპორტის პოპულარიზაციას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არის მოწოდებული ის, რომ რეგიონალურად განვავითაროთ ოლიმპიზმი, ოლიმპიური მოძრაობა, ოლიმპიური განათლება და დანერგოს ის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარების საქმეში და ზუსტად ეხლა ავირჩიეთ აფხაზეთის რეგიონი, ესე რომ ვთქვათ და ამ ადამიანებისათვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კეთილი ნებით დღეს ვატარებთ აი ამ სემინარს.